ორი ახალი სერიალი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო. პირველი ეს არის ჯენტლმენები, გაი რიჩის ამავე სახელწოდების ფილმის მიხედვით შექმნილი სერიალი, რომელმაც სიმართლე გითხრათ სასიამოვნოდ გამაოცა. მომენტებში ის ძველი გაი რიჩი გამახსენდა, რომელმაც ასე ძალიან შეგვაყვარა ყველას თავი. ამ სერიალს თითქოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მაყურებლის გული მოიგოს და ამას პრინციპში მარტივად ახერხებს. თან საკმაოდ ჩამთრევია. ყურებას თუ გადაწყვეტთ, მოემზადეთ, რომ რამდენიმე საათი ყველაფერს მოწყდებით. მოკლედ, დიდი რეკომენდაცია ჯენტლმენებს. რაღაცა პატარა მინუსები არის, თუმცა იმედია პროექტი გაგრძელდება და უფრო დაიხვეწება. ამის პოტენციალი ნამდვილად არის. მეორე სერიალი ეს არის მოსიარულე მკვდრები გადარჩენილები, რიკის და მიშონის ამბავი. ვიცი, ბევრი ელოდებოდით ამ პროექტს და ერთი სული გქონდათ, როდის გამოვიდოდა ეკრანზე. ჯერ მხოლოდ 4 სერიაა გამოსული, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ლოდინი ღირდა. შემქმნელები მართლა დიდი გულისყურით მოეკიდნენ ფანებისთვის საყვარელ პერსონაჟებს და ეს ნამდვილად იგრძნობა სერიალის ყურების დროს. ყველაზე მეტად რაც მომეწონა ეს იყო თხრობის ტემპი და დინამიკა, რაც ბოლო პერიოდში ყოველთვის მაყდა კლასიკურ მოსიარულე მკვდრებში. და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ასეთი ნაცნობი პერსონაჟები, რომლებიც თითქოს და ბოლომდე ჰყავს ყველა შესწავლილი, მაინც საინტერესოები არიან. აქვე დავამატებ, რომ ჩემი აზრით, ვისაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს მოსიარულე მკვდრებზე, იმათაც კი შეუძლიათ რომ უყურონ. ნუ ცალკე რომ არ აღნიშნო ასევე ენდრიუ ლინკოლნის თამაში, ნამდვილად არ შემიძლია. უდიდეს ქებას იმსახურებს საქმისადმი ასეთი მიდგომით. მოკლედ, თუ ორჭოფობდით გენახათ თუ არა ახალი სერიალი მოსიარულე მკვდრებზე, გეტყვით რომ აუცილებლად ნახეთ და აქვე არ დაივიწყოთ ჩემი გვერდის დაფოლოვება.